მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს და დღეს მოვისმინოთ რას ამბობს სახარება მაცხოვრის ნათლისღების შესახებ. და შევიცნოთ კიდევ ერთი საიდუმლო ღვთის განცხადების უკვე საზოგადოების და კაცთა წინაშე. მაშინ მოვიდა იესო გალილეეთ იორდანეთ იოანესთან ნათლისღებად მისგან. ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: მე მიხ შენ მიერ ნათლისღება და შენ ჩენდა მოხვალა? აი პირველი საიდუმლო ნათლისღების. იოანე როდესაც იხილა მისგან მომავალი მაცხოვარი, როგორც წინასწარმეტყველმა შეიცნო, რომ ეს არის ხსნელი, ეს არის დარიგი ღვთისა, ამღებელი ცოდნათა სოფლისა. და ამბობს, რომ მე უნდა მიიღო შენგან ნათელი და შენ ჩემთან მოდიხარო, რომ იესო, როგორც რიგითი ადამიანი, მოდის მასთან და მიემართება, უნდა შევიდეს იორდანეში ნათლისღებისათვის. და იოანე მოწონს, რომ მე უნდა მიიღო შენგან ნათელი. და უფალი სხვაგან ამბობს, რომ მე ვარ ნათელი სოფლისა. უფალი, რომელიც თავის წიაღში ნათელია, უფალი, რომელსაც შექმნა ნათელი ხილული, უფალი, რომელსაც ნათელი გონებისა მომადლა ადამიანს. აი ეს უფალი მოდის ახლა იოანესთან ნათლისღებისათვის. რითაც მოწონს იოანე, რომ უფალს ნათლისღება არ ჭირდება. პირიქით, უფლისგან ინათლება ყველა. და იოანეც ინათლება უფლისგან. რომ მან ეს წინასწარმეტყველის ნიჭიც უფლისგან მიიღო და მოწმობა, რომელსაც იხილავ შენ სულიწმიდას დედის სახით გარდამოვლოს მასზე, ესე არის და ეს უნდა დაამოწმა. აი ეს ყოველივე უფლისგან აქვს მოცემული მას და ეხლა გაუცებულია და გაუგნებული, როგორ უფალი მასთან მოდის ნათლისღებად. ესეც ვიტყოდ ერთ-ერთი გამოვლინება თამდაბლობის. იმიტომ რომ ნათლისღება კაცთათვის სრულდება, რომ მათ იხილონ, რომ უფალი ყველა წეს და სჯულს კაცისთვის დადგენილს თავის თავზე ასრულებს. რომ არავის ჰქონდეს სათქმელი, რომ შენ ან წინადაცემის წესი არ შეასრულე, ან შენ მე-40 დღეს ტანთად არ მიგიყვანეს, ან შენ აგერ ხალხი, რომ მოდიოდა ნათლის ცემილისგან ნათელს ვიღებდა, შენ იქ არ იყავი. აი უფალი იმდაბლებს და უცოდველი, როგორც ცოდვის ქვეშ მყოფი კაცი ყველაფერს ტვირთულობს. ეს არის გამოხსნის პირველი ნაბიჯები. ადამიანის დაცემული ადამიანის გამოხსნის პირველი ნაბიჯები, რომ უფალი ტვირთულობს ამ ადამიანის მდგომარეობას თავის თავზე. რათა ამ მდგომარეობაში ყველა ბოროტებაზე შემდეგ სიკეთით უპასუხოს. და სიკეთი ძლიოს ბოროტებას. მაგრამ არის მეორე საიდუმლო ამ ნათლისღებისას. მიუგო იესო და რქვა მას, აცადე აწ, ამიტომ ესეთ შვენის ჩვენ და აღსრულებად ყოველი სიმართლე. იგი უფალი იოანეს სიტყვაზე, რომ მე უნდა მიიღო შენგან ნათელი და ამიტომ შენ ჩემთან არ დამოვიდე, მე უნდა მოვიდე შენთან. ამბობს, რომ ასე უნდა აღსრულდეს ყოველი სიმართლე. რას მიანიშნებს უფალი? ზოგი ფიქრობს, რომ ესეც
გამოხატულება თანდაბლობის, რადგან იონე უკვე აღიარებულია კაცთა მიერ წინასწარმეტყველად, კაცთა წინაშე დამოწმება მისგან უნდა მიიღოს და ამ ადამიანებისთვის ასრულებს ამას ყველაფერს. და სიმართლე ამაში მდგომარეობს, რომ თანდაბლობის, სიყვარულის, მოყვასითი ზრუნვის გარეშე სიმართლე არ არსებობს. და ეს არის სიმართლე. მაგრამ აქ არის კიდევ მეორე, ასე ვიტყოდით, მისტიური მხარე, რომ უფალს, რომელსაც არ ჭირდება განწმენდა და ნათლისღება კაცთაგან, ტვირთულობს ამას და შედის იორდანის წყალში. და ამით ერთის ხრივ იწმინდება წყალი. და უფალი რასაც ეხება ყველაფერს თავის განწმენდელ მადლს ანიჭებს. შესაკითხია არის თუ არა მადლის მიმღებელი ის ადამიანი თუ პიროვნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის რაღაც ნივთიერება, რომელიც უფლის შეხებით იწმინდება. ამიტომაც ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესიაში სრულდება წყალკურთხევა, დიდი აიაზმა, ანუ დიდი სიწმინდე არის იმ დღეს დაკურთხი წყალი. და იქ აღლინა ლოთა, სწორედ ბრაჟამს იორდანეს, ესე იგი გამოჩნდა უფალი და სულიწმინდა ტედის სახით გადმოვიდა და მაგრამ წყლის და სტიქიების განწმენდა უფლის მიერ ხდება, იმიტომ რომ ადამიანის ცოდვით დაცემის გამო მთელი სამყარო შეირყა. დაირღვა ჰარმონია მთელ სამყაროში, ყველა სტიქიებში. თუმ უფალი იწყებს განწმენდას ამ სტიქიებით, რადგან ჯერ იყო წყალი, იყო ჰაერი, იყო მიწა და მერე უკვე შეიქმნა აქ ამ გარემოში ქმნილებები და ბოლოს ადამიანი. ამიტომ ამ გარემოს განწმენდით იწყებს გამოხსნას მაცხოვარი. და რადგან თავიდან წყალი იყო, როგორც ბიბლია მოწმობს, სული ღვთისა იქცევდა ზედა წყალთა და წყალს შორის მერე ჩდება სამყარო. აი ასევე ამ წყლის განწმენდით იწყებს გამოხსნას მაცხოვარი. გარდა ამისა, ამას აქვს კიდევ ერთი და უფრო მნიშვნელოვანი მისტიური მხარე, იორდანის წყალში შესვლას და ნათლისღებას იოანესაგან, რომ ვინც ცოცხალია და ისმინა იოანეს მოწოდება, მოვიდა და ნათელი იყო, მაგრამ ვინც უკვე გარდაცვლილია, იგი წასული თაობები, ისინი ხო ვერ შევლენ ამ იორდანეში და იოანეს მიერ მომზადებულნი არ იქნებიან. აი, უფალი ტვირთულობს მთელი კაცობრიობის ტვირთს. როგორც წასულების, ისე აწყოში მყოფთა და ასე მომავალში მომშლელთა. და მათთვის უფალი შედის იორდანეში. აი ეს არის უზენაესი სიმართლე, რომელსაც უფალი ასრულებს. ყველასათვის მოვიდა უფალი და ყველასათვის ასრულებს ამ საიდუმლოს ნათლისღების. ამიტომ ეუბნება იოანეს, რომ ასე უნდა აღსრულდეს ყოველი სიმართლე. და იოანე ხდება სიდიადეს, ანუ მისთვის მიუწვდომელს, რომელიც თავიდან ვერ მიხვდა და უფალმა გამოუცხადა. და აი ამ მაშინ იოანე უშვებს, რომ მოდი კი. ანუ ეს გარეგნულად სახე ამ სიმდაბლისა სიამდვილეში შეიცავს თავში აღმატება უდიდეს სიმდაბლეს, რომ ყველასათვის ასრულებს უფალი და არა მხოლოდ იმისათვის, რომ აქ ყოფი კაცთა წინაშე გამოჩნდეს მისი მოქმედება. და ნათელი იყო იესო და მეხსოვოთ აღმოვიდა რა წყლისა მისგან და განეხმის მას ცანი და იხილა სული ღვთისაი გარდამომავალი თაცა ტრედი მოვიდა და დადგა მასზე და ხმა იყო ზეცი და თქვა ეს არის დე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ. ანუ აი ეს ქმედება მაცხოვრისა, იორდანის წყალში შესვლა და თავის დახრა, იესოს შესვლა იორდანეში და თავის დახრა იოანე ნათლისმცემლის წინაშე, რომ მან აღასრულოს ეს და ამით აღსრულდეს ის უზენაესი სიმართლე ღვთის მიერ კაცის გამოხსნისა და კაცობრიობის გამოხსნისა, ეს
არის საწინდარი ზეცებსა და ქვეყანას შორის ერთობის აღდგენის და ეს ერთობა ცხადდება იმიტომ სულიწმინდა ზეთიდან გარდამოდის დედის სახით, ანუ მშვიდობის ნიშნად, როგორც მტრედი მოუტანა მშვიდობის ამბავი ნოეს კიდობანში, რომ უფლისმიერ შეწყალებულია და დაიწყება ახალი ცხოვრება, აი ახლა მტრედის სახით სულიწმინდა გარდამოდის, რომ მშვიდობა ზეცებსა და ქვეყანას შორის აღდგა. ადამიანს და ღმერთს შორის მშვიდობა ახლა უკვე იწყება და ის მშვიდობის მომცემელი მოვიდა. ეს არის და ხმა მამისა ზესიდან მოწობს, ეს არის დედჩემი საყვარელი, რომ მე სათნო ვიყავ. ანუ ცხადდება ყოველდღე წმინდა სამება, ხმა მამისა, სულიწმინდა დედის სახით და ძე ღვთისა და ძე კაცისა იორდანეში კაცსახსნისათვის მოსული. აი ეს აუცარი იტყოდით საიდუმლო დიადი სრულდება, მაგრამ სიღრმეს ამ ქმედების, ამ სასწაულის უმრავლესობა ჯერ ვერ ხდება და მათის მხოლოდ არის გარეგნული სახე და სამწუხაროა, რომ დღეს ზოგიერთი პროტესტანტული დენომინაციის წარმომადგენელი ასე ქადაგებს, რომ იესო 33 წლის იყო რომ მოინათლაო და ჩვენც ამიტომ 33 წლამდე არ უნდა მოვინათლოთ, მე უნდა მოვინათლოთ. თქვენი ნათლისღება და ქრისტეს ნათლისღება ერთია. ანუ ქრისტეს სჭირდებოდა ნათლისღება, რა ცოდვების მიტევება, არა. და ჩვენ გვჭირდება და 33 წლამდე რა არაფერი არ შეგიცოდავს და თუ ცოდო, მაშინ რატომ არ უნდა ნათლიდო? და თუ კი უფალმა წასვლთათვის და მომავალთათვის იტვირთა შესვლა იორდანეში, ის მომავალი ხო ჩვენა ვართ. მაშინ უფალმა იტვირთა და ჩვენ არ უნდა შევიდეთ იმ წყალში და არ უნდა მივიღოთ ის წყალობა, რაც უფალმა ჩვენ მოგვიტანა. ცხადია, გვართებს ეს, ამიტომ ყოველი ეს ბრძნობა ამაო იმის შესახებ, რომ ჩვენ 33 წლამდე, 30 წლამდე, შემდგომში თქო 30 წლამდე არ უნდა მოვინათლოთ, არასწორი გაგება წმინდა წერილის და სახარების. ამით შეიძლება ჩვენ ნათლისღების საიდუმლოს, ღვთის განცხადების საიდუმლოს შესახებ დავასრულოთ საუბარი და შემდგომ უკვე უფლის ქმედება, ნაბიჯი გადადგმული კაცსახსნისათვის, ეს უდაბნოში განმარტოება და უდაბნოში გამოცდა იშმაკისაგან, ეს არის შემდეგი საფეხური, რომ თითოეულ ჩვენთანგანს ნათლისღების შემდეგ, როდესაც მოვინათლებით, იგულისხმება უკვე, როდესაც ასაკში არის ადამიანი, მას მთელი რიგი გამოცდების ჩაბარება უხდება ქვეყანაზე. და როგორ უნდა ჩაბაროს გამოცდა, რა შემდგომს ეს გამოცდა, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ შემდგომში. დღეს ამით დავასრულებთ.